მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ მოლოცვით ბრჭყალებში უნდა დავიწყო, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში შიგნით და ქვეყნის გარეთ პრობლემები თავისი უნიათობით არსებული ძალიან ბევრი პრობლემა გადაფაროს და სხვადასხვა თემებს თავაზობს საზოგადოებას. მოგილოცეთ თქვი იმიტომ რომ დღითი დღე ფასები ძვირდება ქვეყანაში და ახლა დღეს დილანდელი ფასები 15% და 20%-ით არის გაზრდილი და რაც ყველაზე ცუდია ეროვნულ პროდუქციაზე არა მხოლოდ უცხოური, არამედ ქართულ ეროვნულ პროდუქციაზე ძეხვეული, ლუდი ქართული, ზეთი, ჩაი, ღირდა 2 და 20 თქვათ, ღირს 2 და 70, 2 და 80. რძის პროდუქტები გაძვირდა, რაც ყველაზე სამწუხარო, ასევე პური ოღონდ თონეებში. ჯერ მაღაზიებში არ გაძვირებულა, მაგრამ თონეებში გაძვირდა. რატომ ვამბობთ ამას ჩვენ? ვამბობთ კიდევ ერთხელ ამას ხალხს უსვამთ, იმიტომ რომ არაერთხელ აგვინიშნავს, რომ ხელისუფლება უმთავრეს პრობლემებზე არ არის გაფაციცებული და ოსტატებული და ყველანაირად ცდილობს ეს პრობლემები როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით რაღაცა სხვა საკითხებით შეცვალოს. ამიტომ არის რომ ჩვენ გვაქვს ცუდი შედეგები როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკაში, საკადრო პოლიტიკაში, სახელმწიფოების ეკონომიკაში, სხვა და სხვა. და კიდევ ერთი ვიდრე რამდენი იმ თემებს შევეხებოდე, რომელიც აი დღეს არის განსაკუთრებით აქტუალური, არ შეიძლება ჩვენი არათუ გულის ტკივილი, არამედ აღშფოთება არ გამოვხატოთ იმ გამოფენასთან დაკავშირებით წმინდა ილია მართლის სახელობის უნივერსიტეტში რომ გაიმართა, სადაც ღვთისმშობელი არასასურველი ნახატით არის გამოტანილი. მე ვფიქრობ, რომ აქ მხატვარზე არ არის საუბარი, მას სრული უფლება აქვს, რაც უნდა იზდახატოს ეს მის შეხედულებებზე და ზნეობრივ მორალურ პრინციპებზე არის ძირითადად შეიძლება იყოს საუბარი და ეს მისია და ვერავინ ვერ ჩავერევით ამაში, მაგრამ როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო დაწესებულებაში მსგავსი რამ ხდება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი და აქაც შეიძლება ითქვას, რომ აკრძალვაზე არ არის საუბარი, განათლების სამინისტროა თუ რექტორატია თუ სხვა არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რომ არის რაღაცა სიმბოლოები, რაღაცა არა უმნიშვნელოვანესი სიმბოლოები ქვეყნისათვის, რომლის გაშარჟება და რაღაც არასწორი, არაკანონიკური სახით გადმოცემა არის აღმაშფოთებელი, გულსატკენი და გამაღიზიანებელი საზოგადოებისათვის და ალბათ არ იყო შემთხვევითი საკვირაო ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და ჩვენი ერის სულიერმა მოძღვარმა უწმინდეს უნეტარესმაც მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა ყოველივე ამას. ეხლა დანარჩენი საკითხები, რაზეც შეიძლება ითქვას, რა გითხრათ, რით გაგახაროთო. უპირველეს ყოვლისა არჩევნები, რომელიც გახდა შეიძლება ითქვას ტესტი, ლაკმუსი იმისა, როგორ არჩევნების ჩატარებას ატარებს დღევანდელი ხელისუფლება. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დაახლოებით 1 წელიწადია ვითხოვდით დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომელმაც ძალიან კარგად მოირგო ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთხზული და შეთითხნილი საარჩევნო კანონი და კოდექსი, რომ მათ ეს უნდა შეეცვალათ. უნდა შეეცვალათ თუნდაც იმიტომ, რომ თავად ისინი ოპოზიციაში ყოფნის დროს ამბობდნენ, რომ შეუძლებელი ამ კანონით დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ეს მათ არ გააკეთეს. მე პრეისტორიას ყვები იმისას, რაც შემდეგ მოხდა. აქედან გამომდინარე, ამის შემდეგ ჩვენ მოვითხოვდით, რომ ასეთი საარჩევნო კანონით შეუძლებელია არჩევნები ჩატარდეს, შუალედური არჩევნები და მოუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას ბოიკოტისაკენ. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამ პატრიოტ ალიას გულისხმობ, რომელთაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ეს არ გაითვალისწინეს და მივიღეთ ჩვენ ის, რაც მივიღეთ. აქ ამავე დროს საინტერესო არის ერთი რამ, როდესაც აღნიშნული პოლიტიკური ძალის პირველი პირი, ბატონი თანხარ მოურავი გამოდის და ამბობს, რომ მას გაკვირვებული ამბობს, მას შემდეგ რაც მათ მიიღეს უარყოფითი შედეგი, რომ ისინი თავის თავს აღიქვავდნენ დღევანდელი ხელისუფლების
მოკავშირე პოლიტიკურ ძალად, ერთადერთ ოპოზიციიდან ერთადერთ მოკავშირე პოლიტიკურ ძალად და ძალზედ გაუკვირდათ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მათი პოზიციები. მე ახლა ამას არ განვავრცობ, არანაირად არ განვავრცობ, უბრალოდ ვიტყვი, რომ მან თქვა ის რის შესახებაც ჩვენ ყველამ ისედაც ვიცოდით. რაც შეეხება კონკრეტულად პარტიას, კონკრეტულად არჩევნებს, რა თქმა უნდა, ის ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ალბათ სასამართლოც გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს ან არ მიიღებს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ პრინციპში ბევრი რამ გამოჩნდა ის, რომ ქართული ოცნება და უპირველეს ყოვლისა იქ არსებული კოალიციის ერთ-ერთი პარტია, რესპუბლიკური პარტია არის ძალიან დიდ მადაზე და აგრძელებს თავის საოცარ მოთხოვნებს ყველა მიმართულებით, რომ 2016 წლისთვისაც იქნება საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებები და ყველაფერს თავი დავანებოთ, ცოტა არ იყოს ულამაზო და არასწორი იყო, როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატოს სტანდარტებზე და შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ნაცვლად იმისა, რომ ჯარის რეფორმებით იყოს დაკავებული, ზის საარჩევნო უბანში, საარჩევნო შტაბში, იქ ადგილზე აქტიურად მონაწილეობს არჩევნებში, მონიტორინგში და ხმებს ითვლის და ამბობს თურმე როგორ მონატრებია მას არჩევნები. მას უნდა მოენატროს ქართული ჯარის ფეხზე დადგომა. გაძლიერება და არა თავისი კანდიდატის ეს ღიად მხარდაჭერა, თუმცა იურიდიულად შეიძლება ისევ წინა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებით მას ჰქონდა შვებულებაში გასვლის შემთხვევაში ამის უფლება. არ არის სწორი, რასაც საზოგადოება ხედავს და აჩვევენ, როდესაც კანდიდატის ხიდაშელს გულისხმობ იმ ახალგაზრდა გოგონას მეუღლე არის მინისტრის მოადგილე და იმავე სამინისტროს მინისტრი ბატონი აგულაშვილი 24 საათიან რეჟიმში თავზე ადგას არჩევნებს. ეს ყველაფერი არასწორია. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ასეთი დოზით, ასეთი სახით არის ძალზედ ცუდი და ჩვენ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეიძლება და აუცილებლად განმეორდება 2016 წელს. ამიტომაც ჩვენი პოლიტიკური ძალა, რასაც ამბობს, სამწუხაროდ ყველაფერი სრულდება ისე, ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე პოლიტიკური ძალის, დამნაშავე რეჟიმის, გამთეთრებლის, მათი სიცოცხლის, პოლიტიკური სიცოცხლის გამგრძელებლის, ქართული ოცნების საქმეც უნდა დასრულდეს 2016 წელს და საქართველოს მოსახლეობამ ამჯერად სწორი არჩევანი გააკეთოს. ასევე გაუგებარია ესე დაყოფა ორივე კანდიდატის, ესეთი ერთი გზის გამგრძელებელი, მეორე არის ევროპული გზის გამგრძელებელი, ერთი არის ევროკავშირის მომხრე, მეორე არის რუსეთთან მომხრე. ესეთი სტერეოტიპებით აზროვნება, მე ვფიქრობ, უნდა დასრულდეს. ახლა იორ დიდი პატივისცემა ჩემი იორ მუღანლოელ გლეხებს და მშრომელებს, მაგრამ მათ ძალიან ქონდეთ ახლა გათავისუფლებული და ჩამოყალიბებული, უნდათ მათ ევროკავშირში ურთიერთობა თუ რუსეთის ბაზარზე გასვლა. ამიტომ ესეთი სატყუარები პოლიტიკოსებმა, რასაც ქართული ოცნებას შემავალი პარტიები აკეთებდნენ, არ უნდა კადრულობდნენ, არ უნდა აკეთებდნენ. უბრალოდ სასაცილოა და პრიმიტიულია ყველაფერი და უნდა დამთავრდეს ადრე თუ გვიან. დანარჩენი რა ვიცი შეკითხვები თუ გაქვთ იმ საკითხებზე, რაზეც დღეს საზოგადოება არის გამეცადინებული, მზათა ვარ უპასუხო. სამი წლის წინ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩვენ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ გადის კოჰაბიტაციაზე. უნდა დაერქვას იმას, რაც საქართველოში ხდებოდა, თავისი სახელი. ანუ, როდესაც ადგილზე არის, სახეზე არის იურიდიულად, სამართლებრივად, პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად, მორალურად, ზნეობრივად, სისტემური დანაშაული,
ეს დანაშაული უნდა ყოფილიყო თავიდან ბოლომდე გამოძიებული და დასრულებულიყო ყველაფერი ეს. არაფერი ამ მიმართულებით თითითიძე არ დაუდია დღევანდელ ხელისუფლებას. მე ვამბობ, იმიტომ რომ მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ წინა ხელისუფლების არსებობა, რომ საფრთხობელასავით გასაშვერი იყოს თავიანთი არაპროფესიონალიზმი და უმოქმედობა ნაციონალური მოძრაობით გადაფარონ და მათი იმ საშიშროებით, რომ აი თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ ხარს, მოვლენ ესენი და ეს ზღაპრები. აქედან გამომდინარე, ეს კადრები, არ ვიცი მე ვინ გაავრცელა, მაგრამ კიდევ ამოტივტივდება, მიუახლოვდებით არჩევნებს, დადგება პრობლემები, კიდევ ამოატივტივებენ. და რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის სწორი. საერთოდ უნდა ერთხელ და სამუდამოდ ამ კადრების საკითხი მოგვარებულიყო, პასუხი მოეთხოვათ, არ უნდა გაეშვათ, ვინც გასაშვები იყო, ვინც შექმნა ეს სისტემა და 4 კოსტუმის გამო არ უნდა აღეძრათ მასზე საქმე, არ უნდა აღეძრათ სხვა საკითხებზე საქმე. და დასრულებული იყო ყველაფერი ამით და მერწმუნე დღეს ძალიან წინ ვიქნებოდით წასული და ის რომ გამოდიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელის ხელშეწყობით და იცით ხარვეზები იყო და შეცდომები იყო, აბა თავთუხაშვილის მეუღლეს ვკითხოთ თუ შეცდომები იყო როგორ აწამეს მისი მეუღლე, აბა კრიალაშვილის დას ვკითხოთ, აბა იმ დედებს ვკითხოთ, პატიმრებს ვკითხოთ. ამიტომ არ შეიძლება საზოგადოებაზე ექსპერიმენტების დადგმა შენი პოლიტიკური დივიდენდების, ქულების, წარმატებების, დროებითი წარმატებების ეფექტურობისა და მიღების მიზნით. ყველაფერს უნდა დარქმეოდა თავისი სახელი და ჩვენ ვიქნებოდით ბევრად უფრო უკეთეს და მონგებიან პოზიციაში. რაც შეეხება სააკაშვილს, ჩვენ უნდა იმ ჩანაწერებს ესეთი ამათი გამოძიებული, მე ამაც გულისხმობ, ესე ჰიპოთეტურად არ ვამბობ, ვამბობ რეალურად. დღევანდელი ხელისუფლების გამოძიებული ჩვენ ვერაფერი ვერ ვნახეთ. ვნახეთ ის, რომ აი სულ ცოტა ხანში ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ამბავს მოგიყვებით, უკვე ყველაფერი გახსნილია წყალი. სულ ცოტა ხანში გეტყვით ზურაბ ჟვანიას ამბებს დაცვის ბიჭების რეგლამენტირებული მოძრაობის გარდა ვერაფერი ვერ გაარკვია. სულ ცოტა ხანში გეტყვით ამას. არაფრის გამომძიებლები ესენი არ არიან. იმიტომ რომ ვერ ახერხებენ. და რაც შეეხება ამ საუბარს, ნუ დაგვავიწყდება რომ სააკაშვილი არის ეჭვმიტანილი, ხო? ეჭვმიტანილი არის, მასზე იყო სისხლის სამართლის საქმე აღზრდილი და იურიდიულად მოსმენები მასზე შესაძლებელია ყოფილიყო, მაგრამ ვის მიერ არ ვიცით, ვერ ვიტყვით, მაგრამ აუცილებელია ეს ბოლომდე იქნას მიყვანილი. იმასაც შეგახსენებთ, რომ არათუ ეს კადრები მოწოდება რომ არის ბარიკადა, ჯერ ესეთი ბატონმა გვარამია აღიარა ავთენტურობა ამ საუბრის, ამ საუბარში არის ბარიკადებიც, რკინა, სხვადასხვა და ეს თუ არ არის დანაშაული, ირაკლი ბათიაშვილს ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის ტელეფონზე გამაგდით ბიჭებო რო უთხრა, ციხეში რო გაისტუმრეს და აყურყუტეს, ეს დანაშაული იყო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი, ეს აბრაკადაბრა, პოლიტიკური უნიათობა, პოლიტიკური იმპოტენცია, პოლიტიკური წაჯეკ-უკუჯეკობანა დღევანდელი უნიათი და უმოქმედო ხელისუფლების კიდევ გასტანს, მე არ მინდა ზედმეტად ემოციური ვიყო, ვიდრე ისინი საქმეს არ გააკეთებენ და საქმეს ესენი ვერ გააკეთებენ, უკვე გამოჩნდა. ამიტომ ნაციონალური მოძრაობას და ქართული ოცნებას უნდა პოლიტიკური რეალობიდან წავიდნენ და მოვიდნენ ის ადამიანები, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოებაზე, ხალხზე ფიქრობენ და არა საკუთარ ჯიბეებზე. თუ გაითვალისწინებს ჩვენი ამორჩეველი და მოსახლეობა ამას, ძალიან კარგი იქნება.